მოკლედ მე გაცილებული ვარ ცოტა კი არა და კარგად. და როგორ იქნება ჩემი ხმა ამ საზღარ მიკროფონში? ეს გაცილებული ხმა კიდე არ ვიცი, მაგრამ დღეს ახლა მოვარჩი მუშაობას და მივდივართ ფეხბურთის საყურებლად. დღეს თამაშობს პორტუგალია. ანუ ისედაც ისეთი მატჩია, რომ ყველა ზუსტად იცის, რომ პორტუგალია იკევს, მაგრამ მაინც ქალაქში იგრძნობა ფეხბურთის სვლელობა. What do you think? What will be the score at the end? I think the score will be 2-1 to Portugal. What do you think? What will be the score? 2-0. She means 2-1. 2-1. Yeah. Oh, he scored! What will be the score? I think that Portugal will win 2-1. The score at the end. Huh? It is ice cream? Huh? Score what? For Portugal game. Okay. How much will be? I am expecting Portugal will be 2-1. I think Portugal will win 4-1. 4. Yes. It will be 2-1 and Cristiano Ronaldo will score the second. Okay, let's 3 for Portugal, 1 for Republic Democrática del Congo. No, I don't know how to say it in English. 3-1 for Portugal. Yeah, I think it will be 3-1. Goal from Vitinha and maybe from Bruno Fernandes. Y Conceição. You don't know Ronaldo? I trust Ronaldo. Video. What will be the score? What do you want? What's the score of today? What do you think? I think it's going to be 2-0. Portugal wins. No, it's already 1-1. It cannot be 0 anymore. They made a goal. I'm just here to drink. I don't know anything about football. Any place where I can day drink. Hi. What do I think about the... I haven't watched it. I just got here. If it's 1-1, it's going to be 2-1. Winning Portugal. Me too. 2-1. ტელევიზორი ჩაქრა და ხალხი კივის. მოკლედ მინდა დავასკვენი, რომ ჩვენ უფრო ემოციურად ვუყურებთ ხოლმე ფეხბურთს ვიდრე ესენი. მაგალითად, ორჯერ ჩაქრა ტელევიზორი. ანუ შესაძლებელი გიქონდათ, მაგრამ ახლა ჩვენთან უცებ თამაშის დროს ორჯერ ტელევიზორი რომ გათიშულიყო, წარმოგიდგენ რომ ეგრე იქნებოდა. 7 თაობის გინება იქნებოდა ყველა ბრუნვაში და არ იყო ეგრე. გოლის გატანაზეც ჩვენთან ხო აი რაღაცა ძალიან ემოციურად ვუყურებთ ხოლმე და მეგონა რომ ესენი ემოციურად ვუყურებდნენ, იმიტომ რომ ვიტომ რომ ფეხბურთის ქვეყანაა მაინც ყველას ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ არა, ჩვენ უფრო დაცენტრილები ვართ.
რატომღაც არავინ არ იძახის, რომ რონალდო ფეხბურთი გაყიდა, დიდი ფული აიღო, ან რაღაცა ეგეთი. წყნარად და მშვიდად შეხვდნენ ამ ამბავს და თქვენს რომ არა უშავთ, ესეც კარგიაო, შემდეგში უეჭველი მოვიკეთო.